თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება 17 წლის არასრულწლოვნის დემეტრე ქელბაქიანის სასამართლო პროცესი. მას ედავებიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა უკანონოდ დააკავეს და აღუკვეთეს თავისუფლება მას მშვიდობიან დემონსტრაციაზე, როდესაც იმყოფებოდა მამამისთან ერთად პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას თავს დაესხა 8 ადამიანისგან შემდგარი რობოკოპების ჯგუფი, ნიღბიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა. შემდგომ მასზე ძალადობა და ცემა გაგრძელდა დაკავების მანქანაში, იგი გადაიყვანეს დიღმის განყოფილებაში და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი დემეტრე ქელბაქიანი. თქვენ იცით, რომ ამ საქმეს ცოტა ხანში განიხილავს სანქცირებული ესტონეთის მხრიდან სანქცირებული ნინო ელიფიძე, რომელიც არის განთქმული და ცნობილი მშვიდობიანი დემონსტრანტების მომიტინგეების სამაგალითოდ დასჯით და მათ აკისრებს სოლიდურ ჯარიმებსაც. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციულ პატიმრობაშიც კი გაუშვა აქტივისტები. ტატო ქელბაქიანი, დემეტრე ქელბაქიანის მამა აცხადებს, რომ ყველანაირ სამართლებრივ ფორმას მიმართავს, კანონის ძალით იბრძოლებს იმისთვის, რომ მისი შვილი არ გასამართლდეს უკანონოდ და ასევე დაიცვას სხვა მომიტინგეების უფლებებიც. აქციიდან ბრუნდებოდით, რა დროსაც ნიღბიანმა ადამიანებმა ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემს შვილს, გაეკიდნენ ცემეს და მერე დააკავეს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებელს და ვითხოვთ მათ პასუხისმგებაში მიცემას ამ ადამიანების დადგენას. თუმცა ამის საპირისპიროდ იქით ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თითქოს არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას. მე ხა დიდი მოლოდინები ამ პროცესიდან არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ამ საქმეს ვამზადებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა სხვა სამომავლო რეაგირებისთვის, ამიტომ მინდა დავარწმუნო, რომ პასუხისმგებლობის გარეშე არავინ არ დარჩება. 2 საათზე ჩანიშნულია არასრულწლოვნის პროცესი, მის მიმართ გამოტანილი არის სამართალდარღვევის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვი არის დაზარალებული, აქციაზე არ მიეცა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა, მას თავს დაესხნენ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე გამოუწერეს ოქმი, ადმინისტრაციული სახლის ოქმი. ცხადია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ბავშვი არის სამართალდამუხოვი, პირიქით ბავშვი არის დაზარალებული. ჩვენ ველოდებით სასამართლო პროცესს, დიდი მოლოდინები ამ პროცესთან დაკავშირებით ცხადია არ გვაქვს. 17 წლის დემეტრე ქელბაქიანის სხვა მომიტინგეების მსგავსად გახდა ძალადობის მსხვერპლი. დღეს გაირკვევა სანქცირებული მოსამართლე ნინო ელიფიძე გამოიყენებს თუ არა მის წინააღმდეგ ღონისძიებას და დააკისრებს თუ არა ადმინისტრაციულ სასჯელს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ასევე აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვაც დაიწყება ცოტა ხანში. მადლობა. პირდაპირ ეთერში მარიამ ჩანტლაძე საუბრობდა.